დავიწყებ იმით, რომ ის რაც ნოდარმელაძის შაბათის ანონსში ვნახეთ, პირველი რომ შესუსტ დაადასტურა ამის ნამდვილობა, ეს ძალიან სერიოზული რამ არის. მეორე რომ ჩვენ ვიცით, რომ 4 წლის განმავლობაში არავითარი რეაგირება არ ყოფილა, როგორც ჩანს, თვითონ შესუსტ ამბობს, რომ 4 წლის თავზე მოხდა ამ ადამიანების პასუხისგებაში მიცემა, ანუ 4 წლის განმავლობაში ძალიან მარტივად რამდენიმე მანიაკი იყო ჯერ კიდევ აღჭურვილი იმ მანდატით, რომ ადამიანები გაეჩერებინათ, გაეჩხრიკათ, დაეკითხათ, შეიძლება ეცემათ, ანუ 4 წელი თქვენი შვილები, თქვენ თვითონ, ჩვენი მშობლები, ჩვენი ახლობლები 4 წელი მინიმუმ აი ასეთი სამი რაღაცა სადისტის პირობებში ვიყავით, ხო? მათ ჰქონდათ ჩვეულებრივი პოლიციის ნიშანი და ყველა ის უფლებამოსილება, რაც გააჩნია პოლიციას, შეიძლება რომ ეს ადეკვატური იყოს. ჯერ მარტო ამ სამზერო ვთქვა, აი შეიძლება რომ ეს ადეკვატური იყოს, 4 წლის განმავლობაში სამი ასეთი ადამიანი ქუჩებში დადის და აქვს ყველა ის პოლიციური უფლებამოსილება, რაც აქვს ხოლმე სამართალ დამცავს. ეს ერთი, მეორე ვინმე უფრო მაღალ დონეზე იქნა პასუხისგებაში მიცემული. ეს სამი სადისტი და ისაც გორში ვნახეთ, აი ეს სისტემურობა შეიძლება გადაიფაროს იმით, რომ ცალკეული პირები იქნება პასუხისგებაში ქვედა დონეზე მიცემული. მათ ზევით ვინც იდგა, ვინც დაუშვა, რომ აი ესეთი პირები ყოფილიყვნენ პოლიციის სისტემაში, ვინც დაუშვა, რომ სისტემურად ასეთი იყოს სისტემა, ამ პირებზე რამე არ უნდა გავიგოთ? ანუ არანაირი პასუხისგება არ უნდა დადგეს, არანაირი ხელისუფლების პასუხი ხოლმე ასეთ დროს არის, რომ ეს ერთეული შემთხვევა, ხელმძღვანელი პირების პასუხისმგებლობა, მაგალითად გორის შემთხვევაზე პრემიერის პასუხი მახსოვს, რომ როცა სისტემატურად ხდება ასეთი შემთხვევები, მაშინ შეიძლება ხელმძღვანელ პირებზე ვისაუბროთ. აი ეს შემთხვევა რატომ არის განსხვავებული? სისტემატურად ხდება, გორში მოხდა, ეხლა ვნახეთ, რომ უკვე იყო მომხდარი 2022 წელს და ისევ 4 წელი არ დასაჯეს, ამაზეც მოუწევთ პასუხის გაცემა, 4 წელი სად იყვნენ? 4 წელი, აი 4 წლის თავზე რატომ გაიგეს? და მეორე, ახლა პოლიტიკურ პრიზმაში შევხედოთ, ხო? აქამდე უფრო სამართლებრივ პასუხისგებლობას უყურებთ, ხო, ვთქვათ. ყობახიძე რა გამოდის და ამბობს, რომ და ახლა ვნახე მე იქ სხვადასხვა მათი და გამправებელი რაღაცა თუთიყუშის სპიკერის განცხადებები, რომ აი ყობახიძე და ძალოვანთა ამჟამინდელი გუნდი რო ყოფილიყო აქამდე ჩართული, ეს არ მოხდებოდა, ნაღიკვეცებოდა და აი როგორც კი ყობახიძე მოვიდა, ჯერ ყობახიძე არ მოსულა 2026 წლის თებერვალში. შეგახსენებთ, ხო, ბევრად უფრო ადრე მოვიდა. მაგრამ მოვიდა საიდან? რაღაც ციდან ჩამოვარდა? უმრავლესობის სპიკერი მე ვიყავი? პარლამენტის სპიკერი, უმრავლესობის ლიდერი მაბადეთ მე ვიყავი? პარლამენტის სპიკერი მე ვიყავი? ყობახიძე არისო ამ გუნდის ერთ-ერთი მთავარი სახე, პარტიის თავმჯდომარე არისო? სამი უდიდესი პოზიცია ეპყრა ხელთ, სამი უდიდესი ძალიან დიდი პოლიტიკური გავლენის მანდატი ქართული ოცნების წიაღში. ვიღაცა იფიქრებს, აი გვერდიდან რომ მოусმინოს, რომ ეს სპეტაკი და წმინდა ყობახიძე უცებ გამოჩნდა 2026 წლის თებერვალში და დაამყარა სამართლიანობა და არაფერ ჩაუდენია. პირდაპირ უნდა ითქვას. ეს ყობახიძე იყო პარლამენტის ლიდერი ორ ამპლუაში, ხო? უმრავლესობის ლიდერი და სპიკერი. ვის ევალება აღმასრულებელი ხელისუფლების კონტროლი? პარლამენტს. ვის ევალება? ვის ევალება? ყობახიძესაც და ბიძინა ივანიშვილმა არჩია ის პრემიერიც, ვინც მაშინ იყო რასაკვირველია. ქართული ოცნებიდან. რასაკვირველია, ეს არის. ხელისუფლება არ ყოფილა უბრალოდ. ხო, ეს კიდევ უფრო მთავარი და ქოლგა შეფასება, ხო, ვთქვათ, რომ ყველანი ესენი რა თქმა უნდა ემსახურებიან ერთ კაცს. არათუ ერთ პარტიას, ან ერთ მიზანს, მაგრამ ნახეთ, საკანონმდებლო დონეზე შევხედოთ. საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი და პარლამენტის სპიკერი, რომ ამბობს, რომ კორუფცია ხდებოდა ქვეყანაში და მან არ იცოდა, ეს ნიშნავს, ის ამბობს, რომ არის იდიოტი. მაპატიეთ. იმიტომ რომ პარლამენტის ვალდებულება აღმასრულებელი შტო გააკონტროლოს, ხო? ასე წერია. პარლამენტი ამისთვის გამოიგონა საერთოდ კაცობრიობამ, რომ აღმასრულებელი, ვინც უშუალო ძალის მიერ, როგორც ვთქვათ, ძალაუფლებრივ ამბავს აღასრულებს, ის გააკონტროლოს. და შენ ხარ უმრავლესობის ლიდერი და მერე სპიკერი, აღარ ვახსენებ პარტიის თავმჯდომარის. ის კორუფცია შენს ანგარიშზეა, ეს ძალადობა შენს ანგარიშზეა და ეხლა რომ გამოდიხარ და ანგელოს თამაშობ, ვითომ არაფერი არ იცოდი, სულ მინიმუმ ამბობ, რომ ვერაფერს ვერ აკონტროლებდი. და თუ ვერაფერს ვერ აკონტროლებდი, თუ გავრილოვის ღამე და მის გამო მოხდა გვახსოვს ძალიან კარგად, ხო? ბაქოში წაბძანა და არ გადადგა იქიდან, სამ თვალები არ დათხრეს ხალხს, ხო? არ გადადგა, რომ გადამდგარიყო ის აქცია, შეება აღარ წარმართულიყო ინფორმით, რომელსაც წაიმართა. არაფერი ამ კაცის პასუხისმგებლობა როგორ არ არის, რაც მოხდა მისი მაღალი ლიდერობის დროს. მაგრამ საერთოდ რას აჩვენებს ხელისუფლების მიდგომაზე, თუ მის პოლიტიკაზე, თუ მის კონტროლზე სასამართლო
სისტემაში. იმიტომ რომ ერთია კითხვა, რატომ იღებენ პოლიციელები ამ კადრებს და ვის აჩვენებენ, ან რისთვის და ვისთვის სჭირდებათ და მეორეა, რატომ ძალადობენ, რომ ჩვენებები მიიღონ. ანუ ჩანს რომ საქმეებში ჩვენებები, რომლითაც მართლდება პროკურატურა თუ კმაყოფილდება პროკურატურის მოთხოვნა, სავარაუდოდ ჩვენებების ნაწილი ასეა მოპოვებული. აი რატომ სჭირდებათ მათ ეს? მათ სჭირდებათ, იმიტომ რომ ეს არის რეჟიმი და არა ხელისუფლება, იმიტომ რომ რეჟიმებს უწევთ არა დემოკრატიული, არა უფლებრივი გზებით სიარული. რეჟიმის ხელწერა არის, რომ ასეთი მართლმსაჯულება ქონდეს, ანუ არ ქონდეს მართლმსაჯულება ქონდეს ისეთი რამ, რაც უბრალოდ ემსახურება პოლიტიკურ ინსტრუმენტალიზაციას მართლმსაჯულების. მართლმსაჯულება რას ნიშნავს? მართალი მსაჯულება, ხო? რეჟიმი არ არის მართალი არასოდეს საკუთარ ერთთან. რეჟიმი არის ყოველთვის თავს მოხვეული ფენომენი, როგორც პოლიტიკურად, ასევე შემდგომში სამართლებრივად, ხო? მართლმსაჯულების კუთხით, იმიტომ რომ რეჟიმის ბუნებაში არის იძალადოს. და აი აქაც ვხედავთ ამას სწორედ, რომ სისტემურობა დანაშაულის, ადამიანთან მოპყრობის ესე იგი არასწორი სისტემურობა არის ადგილზე და რა სჭირდება ამ სააკაშვილის ასეთაც ვედავებოდი და რის გამოც 2012 წელს ამხელა ამბავი მოხდა და თან რა მოხდა ვერ გავიგე თუ იგივე უნდა დარჩენილიყო რუსი მაინც არ იყო სააკაშვილი რუსი არ იყო სააკაშვილი სააკაშვილს არ შეუცვლია და ყველა მიცის შენ პოზიცია სააკაშვილზე რა კრიტიკული ვიყავი და ვარ მისი მართლობის წლებზე და არასდროს არ მომერიდება დავარქვა შავით თეთრზე სახელი იმ რეჟიმს დიახ რაც მიშა სააკაშვილს ჰქონდა რომ მან შექმნა კლანი და ასე შემდეგ რის ფასას თვითონაც ეხლა იწვნენ სამწუხაროდ და მე ვფიქრობ მასეს კარგად უნდა ესწროს მაგრამ დიდი ბოდიში სააკაშვილს რამის ეკონომიკური პოლიტიკა საგარეო პოლიტიკა ქვეყნის რუკაზე დასმა ძალიან ბევრი მიღწევა აქვს ასე ვიტყვი და რუსია არ იყო რაც ჩემთვის თავარია და თუ იგივე უნდა დარჩენილიყო და ვიღაცა პოლიციელმა უნდა აიღოს და ვიღაცას ურტყას უმოწყალოს სახეში არ ვიცი ეს ქოცები რას ერჩოდეს მე ვიცი რას ვერჩოდი დაზე ვაკრიტიკებდი ხო ძალიან კონკრეტულად და აი ქოცები ვინც არიან დღეს და რომ ამტკიცებ რომ ვითომ სააკაშვილი არ უნდათ და იგივე და უარესი მივიღეთ ბევრად მათ შორის უფლებრივი ვითარების კუთხით ხო იმიტომ ესეთი კანონებიც არ მიუღია არ მიუღია ესეთი კანონები ხო აი ესეთი დრაკონული კანონები არც შევარნაძეს არც სააკაშვილს რა შეიძლება სისტემას გაჯანსაღებისთვის გრიგოლ ეს კითხვა მაქვს იმიტომ რომ ხელისუფლებისგან რომელსაც რუსს ეძახით ნაკლები მოლოდინი არსებობს რომ რეაგირება ექნება, რომ არაფერი ვთქვათ პრევენციაზე ამ ასეთი დანაშაულისა, რა არის საჭირო თქვენი აზრით, რომ პოლიციელები აღარ ძალადობდნენ მოქალაქეებზე იმისთვის, რომ სასურველი ჩვენებები მიიღონ. აღარ გადაიღონ და მოქალაქეები, მათი უფლებები იყოს დაცული. სახალხო დამცველიც წერს, რომ დაკავების შემდეგ ხდება, ან დაკავების მანქანებში ხდება ძალადობა ადამიანებზე. ანუ მათზე ზეწოლა ხდება, რომ ჩვენებები იყოს მათთვის სასარგებლო. დიახ, პირველი და უმთავრესი ეს არის რეჟიმის შეცვლა. იმიტომ რომ ამ რეჟიმის პირობებში ვერ მივიღებთ ვერანაირ უკეთესობას, ვერც მათ შორის უკეთესი საპოლიციო ინსტიტუტის სახით. იმიტომ რომ ეს რეჟიმი არის თვითონ კრიმინალური რეჟიმი. ის არის თავისი, ოდითგანვე შერწყმული კრიმინალურ მენტალობასთან და კრიმინალურ ავტორიტეტებთან. ასეთი რეჟიმის პირობებში არავითარი რეფორმა მით უმეტეს ამ მიმართულებით ძალოვანების კუთხით, რა თქმა უნდა, არ იქნება. მეორე არის ამ ხალხისთვის სწორი პოლიტიკური გეზის მიცემა, ხო? ჩვენ ამას გვქონდა სხვადასხვა ძალიან კარგი პრეზენტაცია პოლიციის დღეს 31 მაისს, სადაც ჩვენმა კოლეგებმა შესაბამისი კომპეტენციის მატარებელმა ადამიანებმა წარადგინეს პოლიციის რეფორმის ხედვა. ჩვენ გვჭირდება პოლიციის ძალიან ფუნდამენტურად გარდაქმნა, რა თქმა უნდა. რეფორმა და განათლება. იმიტომ აი ესეთი ცხოველები, რაც ვნახეთ გორში, რაც ახლა ვნახეთ ნოდარ მელაძის შაბათის ანონში, ესეთი ცხოველების ადგილი არის ციხეში და არა პოლიციაში. პოლიციაში ჭირდება ფუნდამენტური რეფორმა, ადეკვატური სოციალური შემეცნება, ადეკვატური პოლიციური განათლება და საერთოდ ადეკვატური პოლიტიკური სარჩული. როგორც კი მოყოლება ნორმალური ხელისუფლება, ასეთი პოლიციების ადგილი არ იქნება პოლიციაში და ვინც კარგია, მათი შრომაც დაფასებული იქნება, მათი ბედნიერების დონეც მეტი იქნება და მათი შინაგანი, როგორც ვთქვათ, ჟინიც ემსახურონ ამ ქვეყანას იქნება კარგი.